რამდენიმე მოქალაქეს არც მუნდირის ის არის მთავარი დამდაკავე. ის არის დამდაკავე პოლიციის მუნდირის პოლიციის რომელიც საზოგადოებას სჭირდება. და გახდეს საზოგადოების წერი. ახახას მოიწმინეთ ჟურნალისტებსა და პოლიციას შორის კომუნიკაცია, როგორც ცოტა ხნის წინ ნახეთ, პირდაპირ ეთერში დააკავეს კიდევ რამდენიმე მოქალაქე პარლამენტის მიმდებარე. დაკავებები დაიწყო დაახლოებით 9 საათის წინ, როდესაც გადაკეტილი ჰქონდათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ამ დროს დააკავეს დაახლოებით 10-ზე მეტი, საშუალოდ 12-13 ადამიანი. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია და სახელი და კვალი ამ ადამიანების არ ვიცით. თუმცა მოგვიანებით, როდესაც ჟურნალისტები აკეთებდნენ განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საუბრობდნენ მზე ამაღლობელის პრემიაზე და ზოგადად დღეს ჩანიშნული იყო ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია და მსვლელობა, ვინაიდან დააკავეს რამდენიმე ჟურნალისტის სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. სწორედ ამ პროცესში კიდევ დაიწყო დაკავების ახალი სერია და პოლიციელებმა ესე დიდი რაოდენობით პოლიციელმა წაიყვანა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ასევე. ახლა ცდილობენ აქტივისტები და ჟურნალისტები გაარკვიონ მისი სახელი და გვარი, დაკავებული სახელი და გვარი. პროტესტი გრძელდება. დღეს არის უწყოდი პროტესტის 228-მერვე დღე. სამძირი კვლავ იყო გადაკეტილი, როგორც ბოლო 328 დღის განმავლობაში. თუმცა მოგვიანებით პოლიციამ
გახსნა გზა, მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე არ იყო საკმარისი რაოდენობა დემონსტრანტებისა შეკრებილი, რომ გზა გადაეკეტათ და ამის გამო დააკავეს როგორც ყოფილი 10-ზე მეტი მოქალაქე. მოგხსენებათ გაჩქარებულ წესით მიღებული ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით ახლა 15 დღეა ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს გზის უკანონოდ გადაკეტვა, ასევე სახის დაფარვა შეკრება მანიფესტაციის დროს. განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედებები ითვალისწინებს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სწორედ 16 ოქტომბერს შევიდა ეს კანონი ძალაში და 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ნახეთ არაერთი მოქალაქე, რომელსაც პარლამენტის მიმდებარედ სხვა თავისუფლებისა და რუსთაველის მეტროებთან პოლიცია ამოწმებს, იდენტიფიცირებისთვის აჩერებს, ულუქავს პირბადებს ან შარფებს, ან თუნდაც გადაადგილებისას თავდაცვის მიზნით გამოყენებულ ჩაფხუტებსა და სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც მათ თავდაცვის მიზნით ჭირდებათ. ასევე 71 წლის აზად ჩილაჩავა იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც პოლიციამ ოქმი შეუდგინა სახის დაფარვისთვის, თუმცა აზად ჩილაჩავამ გუშინაც ანახა პოლიციას დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცინო მიზნით ატარებდა ამ პირდადეს. დღეს სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა სასამართლო და გაათავისუფლეს აზად ჩილაჩავა, ასევე დაკავებული იყო ასევე ხანდაზმული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს დღეს, თუმცა პატიმრობა მიუსაჯეს 6 დღიანი, 4 დღიანი, 14 დღიანი დანარჩენ დაკავებულებს, მათ შორის არიან ლევან ჯობავა. ძლდება სავარაუდოდ რაღაცა შელაპარაკება პოლიციასა და მოქალაქეებს. კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს სანამ ვცდილობდი ვითარების აღწერას. კიდევ ერთი ადამიანი დააკავა პოლიციამ. დაკავებისას საერთოდ კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს ამ პროცესში. გამშვიდით.
რამდენიმე ადამიანი დაშავდა დაკავების პროცესში, როგორც კადრშიცვე იხილეთ. იმ დროს, როდესაც პოლიცია ცდილობდა დაეკავებინა, სავარაუდოდ დაეკავებინა ერთ-ერთი მოქალაქე, რამდენიმე ადამიანი მოყვა ჭყლეტაში. ვიტო, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ არის და პირველადი დახმარების გაწევას ცდილობს ახლა სასწრაფო თანამშრომლები, როგორც დადეკით თქვენ პოლიციელებთან რა. მეორე ადამიანი შევილო ახალგაზრდა გოგო შეხედა. თავ მოყარო. ეჭობა სახეზე როგორც ხენია, გაწითლებულები არის. მართლა არ წვენი რა. რა გიქით ეს პატარა რაღაცა ხალხს რამდენი გიქნება 2000 2000 რა გიქით ეს ეფახმენ გაპოზიციებს ხელისუფლების არა თქვენ არანაირი სავარაუდოდ შეუწყოთ გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც პირველად დახმარებას აღმოუჩენს ახლა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ჩამსარსებული ინფორმაციით 15-მდე ადამიანი არის მინიმუმ დაკავებული ამ მონაცემებით. პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ საუბრობდი იმ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც პოლიციას აქვს უფლება რომ დააკავოს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ პირებს, ვინც მათი თქმით გადაკეტავს გზას ან დაიფაროს სახეს, ან იმ შემთხვევაში თუ შეკრება მანიფესტაციის დროს მოქალაქეს ექნება რაიმე სახის აკრძალული ნივთი ან ნივთიერება, მათ შორის ხაზგასმული იყო რადიოაქტიული და მომწამლავი ნივთიერება. დოკუმენტები რო გაუშვათ.
საერთოდ პოლიცია დატოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, როგორც ახლა გავიგე. ხდება დღეს ეყოთ? კი, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ტოვებს ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. მინიმუმ 15 ადამიანი არის დაკავებული ჩემი ინფორმაციით. შეძახილები ხაცნიან ახლა მონაწილეები ახლა აქცეზე არიან ასევე სინისის პატიმრების ოჯახის წევრები შეკრებილი. გადმოინაცვლა სავარაუდოდ გადაყავთ მოქალაქე, რომელიც შეხლა-შემოხლაში მოყვა დაჭყლეტაში. პოლიცია ცდილობდა რამდენიმე ადამიანის დაკავებას, როგორც კადრში ხედავდით და ამ დროს რამდენიმე ადამიანი მოყვა ჭყლეტაში, მათ შორის არის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყავს პოლიციას ისაბოდიბაცავად სასწრაფო ეკიპაჟს საავადმყოფოში. აღარ მიხვიდეთ რაღაც. ესე ყველაზე ქიმიკა კადრი. გიორგი სტეფანოვი გადაყავს სასწრაფო დახმარებით ეკიპაჟს საავადმყოფოში. შეუძლოდ გახდა აქტივისტი, როდესაც პოლიცია ცდილობდა მოქალაქის დაკავებას. ამ დროს შეიქმნა ჭყლეტა ტროტუარზე. რამდენიმე ადამიანი მოყვა ამ ჭყლეტაში, მათ შორის დაშავდა და შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მათგანი გიორგი სტეფანოვი, რომელიც როგორც ხედავთ უკვე სასწრაფოს საავადმყოფოში. პროტესტი კვლავ გრძელდება, აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან პარლამენტის წინ ტროტუარზე, პოლიციას ცოცხალი კორდონი აქვს ახლა ჩაყენებული. თითქოს ამით აზღვევს აქციის მონაწილეების გადასვლას სალონ ნაწილზე. რუსთაველის გამზირზე აღდგენილია მანქანების მოძრაობა, როგორც ხედავთ
ამ დაწყებით მოდი და ის დამხდა რა ხდება. Why isn't it much of როდეს გავიდეს გაიწიეთ იქ ხელი გასწრებული სისალო ნაწილზე არ დგავართ სისალო ნაწილზე არ დგავართ ხო ძალიან კარგია თუ ხედავთ ძალიან კარგია აქ ვიდეო პოლიცია ხელს უშლის მედიას რომ გააშუქოს სრულყოფილად გააშუქოს მიმდინარე პროცესები, მათ შორის მაშინაც, როდესაც ტროტუარზე და არც სისალო ნაწილზე დგას სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. პროტესტებს, მაგრამ დროშას სახეზე უსულოდა. არა, თუ შეეხები სახეში ხალბატონო არ ხედავთ ხა? და ვაფრთხილებ თუ აღარ მოხდეს მეთქი სხვა არაფერი ხო? თორე ვინმე გეუბნებათ რომ კი ბატონო უშვილო საერთოდ მაგრამ სახეში მიმოაქვს პოლიცია. ხო და რო დავინახე მაგითო ვაფრთხილებ და ვეუბნებ ჩარგინა თემას არ ხედავ. არა საიდან გადავა? ეხა რო უთხოვს ეს რა? მოდი აკავებენ მოქალაქეს, რომელიც ევროკავშირის დროშას იქნევდა პოლიციასთან ახლოს. ჟურნალისტია. სამი მოქალაქე დააკავეს მინიმუმ ჩემპიონი. მათ შორის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. ეს ყველაფერი მოყვა იმას, რომ ერთ-ერთი გოგონა ევროკავშირის დროშას იქნევდა და უბრალოდ სასტვენს იყენებდა პოლიციასთან. და ამის გამო დააკავეს სამი მოქალაქე. მათ შორის ერთ-ერთი იყო ჟურნალისტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და როგორც აქტივისტები არის. გადადი.
ყველას ტროტუარზე ახლა მინიმუმ 5 ადამიანი სტუდენტები დააკავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრები მხოლოდ იმიტომ, რომ კომუნიკაცია დაამყარეს და უბრალოდ თქვენს რატომ აკავებდნენ სტუდენტებს კიდევ ცნობენ ადამიანის აკავებას ყველაფერი დაიწყო. როშა საქნელდა ტროტუარზე პოლიციასთან ახლოს ამის გამო რამდენიმე აუ ტროტუარზე შუა ტროტუარზე აქამდე აი 5 წუთის განმავლობაში გაიტაცეს მხოლოდ იმის გამო დაიწყო ეს ყველაფერი რომ ევროკავშირის დროშას აფრიალებდა ერთ-ერთი გოგონა პოლიციასთან ახლოს შემოვარდა რამდენიმე ათეული პოლიციელი და გაიტაცა სტუდენტები სავარაუდოდ დააკავეს მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის რამდენიმე წევრი დავინახე მე პირდაპირ ეთერში ჩანს მათ შორის არის ანი ფრიდონეშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრი თითქმის ყველა ადამიანი და აქციის მონაწილე რომელიც რაიმე სახის კომუნიკაცია ან იკითხა თუ რატომ აკავებდნენ ამ ბავშვებს გაიზიარეს მათი ბედი და ისინი დააკავეს აი მოსაფერებლები ნამდვილად არ ხართ რა და ძალით პატივისცემას ვერ დაიმსახურეთ. ამ შვიდით პროტესტი გამოწვია. ტროტუარი დაგვიჭერენ. ეს თანამონაზრეებს პოლიციის თანამშრომლებს არ მიაყენო შემოიფიქრეთ რაღაცა. კი არა საიდან არ გამიგია და თქვენ როგორ გაიგეთ? შენ მიგამიშლირე. ზაიგო პროვოცირებული კაცო. კარგით აქეთ გამულაცეთ კაცო. ბარამეზე გესწავლე. ტროტუარზე გევარ და მოდიხარ და მიყავარ კაცო. რა უბედურებაა ეს რა? და ჩვენ გვაგონაცეთ კიდე. ჭესრიქსი ჩავ თვითონ, რა არ გეხებით კაცო? ტროტუარზე სალბათ მოჩერე? რამდენიმე წუთის წინ ტროტუარიდან მინიმუმ 5 ადამიანი დააკავეს შემთხვევით წინ მათ შორის იყვნენ ძირითადად სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის რამდენიმე წევრი დააკავეს პოლიცია ახლახანს აქტივისტებთან და აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციაში ამბობდა რომ დაეცვათ ნორმები საჩვენებდნენ ტროტუარზე და შედარებით გააგრძელებდნენ პროტესტი მაშინ როდესაც სწორედ ტროტუარიდან დააკავეს რამდენიმე საავტომობილი გზაზე ხوارება მოძრაობა სხვა ვაფერხებს არა ხო ისინი ქენით ამ მიღებული რაღაცა დრაკონული კანონებით ადამიანის პროტესტის გამოხატულება შეაწყვეტინეს როგორ არ გაკეთა კარიდორი მოგეკიდა მითხარი არ გადმოვიდეთ და გადმოვიდეთ რომ მითხა მაგაზია გამცდელობა იყო აკაშკა გამოიწვია მე არ რაში რა ვთქვი ერთი წამი შეურაცხყოფელი რა ვთქვი ერთი წამი თქვენ არ შეურაცხყოფელი ცნობია ზუსტად რამდენი მოქალაქე დააკავეს ბოლო საათის განმავლობაში მაინამდე დააკავეს დაახლოებით 12 ადამიანი
დაახლოებით 9 საათი 40 წუთის წინ. შემდეგ ჟურნალისტები ცდილობდნენ და გააგრძელებდნენ ცოტა გამოსვლა და აღეწერათ ის მოვლენები, რაც მათ თვალწინ განვითარდა და ამ პროცესშივე რამდენიმე მოქალაქე დააკავა სავარაუდოდ politsiამ. მოგვიანებით კი, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტი ევროკავშირის დროშას აფრიარებდა პოლიციასთან ახლოს, ეს გახდა საბაბი იმისა, რომ პოლიციამ სწორედ ტროტუარიდან, სადაც მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ გააგრძელონ პროცესი, სწორედ ტროტუარიდან გააკავა მინიმუმ 5 ადამიანი. როგორც ვთქვი, ძირითადი მათგანი არის სტუდენტი. მათ შორის როგორც აქტივისტები მატყობინებენ არის რადო ჯახუა, ძანი ფიდელიშვილი. მაცრავად ფიდელიშვილი როგორც ჩანს გადაუშვა დაკავებას და პოლიციას მიყავდა, თუმცა არიერად აღარ დააკავეს. აქტივისტები ცდილობენ პოლიციასთან თუ რატომ იჭერენ ადამიანებს, რომლებიც პოლიციისვე თქმით განან ტროტუარზე და ისე აპროტესტებენ. ამის პირიქით ჩაგვარა პროცესიდან ავდიდა. ეს პროტესტი არ დამთავრდა. სანამ რუსული რეჟიმი არ საკაა ქვეყანაში იბატონებს. მანამდე პროტესტი არ დამთავრდა. თან მოგიწოდეთ, რადგან შვილების მომავალზე იფრიქა. და ივანიშვილისა და მისი ოლიგარქიული რეჟიმის ხელება გამოწვეული მისი ოლიგარქიული რეჟიმის გამცველება უხარ გადაგწყვეტილია. ასობით მილიონია მომარული მაგ ანოს რატომ არის? მართლა გუში გააჩნიეს მე თუ კანონის დაცვა გინდა, თით დაიცავთ, ხო ხარ მუნდირის ღირსების დამცველები. აქტიური პოლიცია, რომელიც ცხოვრობს, მუშაობს, ეს გადასახადის გადაწყვეტილების მაჩვენებს აქ შეკრებილი ადამიანები გადასახადები. ძალიან სამწუხაროა ხალხის მოტაცებას ხარ ხალხის ფაქტის დარაჯება დამუშავებენ რომ იმასაც პროტესტები დაცავენ ხარ ივანიშვილის საწინააღმდეგოებენ და ვინც მართლა არის დასაჭერი ეხლა რომ ვითომ კორუფციას ებრძვია და მატრასებში იმდენი ფული რომ ქონდა ამ ხალხს აი ამათ თემი ცხოვრების ყველაფერი შეიძლება არ იყოს ის ვითომ არ იცია და აი ვიღაცა მის სიმღერა ეკრერა და აი გარმოიწერა და თურმე დასაჭერი ამ ხალხმა ძალიან კარგად
ვინ არის მართლა კონსულტანტი? აი ხალხმა საერთოდ მოეკიდა. თავის გადაწყვეტილების მიღება, დადგება ეკრიტიკული მომენტი. ყველას უნდა ვითხრა რა, არ არიან ესენი პარტიის პოლიცია. თუ არიან პარტიის პოლიცია, საერთოდ ქართული ოცნების მაისის 41 ნომრის დაიხადონ ეს ფორმატი და ისე იმუშაონ. და თუ მუშაობენ საქართველოს პოლიციის ფორმით, უნდა დაიწყოს კანონი და ვინ უზრუნველობს და ვინ არა, ეს არ არის პოლიციის გადასახადი. და არ არის და არავის დაპატიმრების მიზეზი. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს კონსტიტუცია. ის როგორ ჩათვლის უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი. აი ისე უნდა გამოხატოს. და თუ ვინმე რამეს დააშორეს, ეს უნდა გადაწყვეტოს არა პარტიულმა პოლიციამ, არ პარტიულმა სასამართლომ. არამედ მართლა დამოუკიდებელმა პოლიციამ და მართლა დამოუკიდებელმა სასამართლომ. და მინდა ერთი გამოვიწყო. აი ახლა ჩვენ ყველა ვართ ძალიან გაბრაზებული ამდენი ხნის განმავლობაში. მოვა დრო, როდესაც შეიძლება ამ ყველაფერში ამ ქვეყანაში ყველაფერი. და როცა რაღაცები შეიძლება ყველა დამნაშავე უნდა აგოს პასუხი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. მიუხედავად ჩვენი ბრაზის არანაირი პოლიტიკური სინდისება არ უნდა იყოს. იმიტომ რომ მაშინ იგივე წრეზე დავუკვირდებით. აი ნამდვილი გამარჯვება ამ უსამართლობაზე ისეთ რა იქნება. ნამდვილი გამარჯვება ამ უსამართლობაზე იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლოში. ნამდვილად პარტიული და ვიღაცა ფულიანი ოლიგარქების გავლენისგან თავისუფალი პოლიციის გაკეთება, რომ ამ ადამიანებს არ სწორდეთ თავის საქციელს მერე სახში რომ ყველა მათგანს ეყოლება ვიღაც სამწინააღმდეგობაში. ყველა ის ყავს ნათესავი ახლობელი მეგობარი, რომელიც ისო მათი პრობლემის ალათის პატაკის გარაჯებად არ არის. აი ამისთვის ვარ ჩვენ ამათი შვილებისთვის. ეს მინდა თქვა მიუხედავად იმისა, რომ მაგარი გაბრაზებული. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად მოიწია. ამის მიუხედავად ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს სამართლიანი და დამნაშავეებსაც სამართლიანი პასუხი უნდა ვაგებინო. აი მაშინ იქნება ნამდვილი ჩვენი გამარჯვება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური სიტუაცია არის, მობილიზებულია პოლიცია, როგორც და არაერთი დაჭერა დაკავებები ადამიანების, როგორც უშუალოდ გზაზე, ასევე ტროტუარზეც. დაჭერებს შორის არიან როგორც სტუდენტები, ასევე უბრალოდ აქტივისტები. მაგეთა ჯერ არა. აქცია, საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება. მაგრამ რამდენიმე წუთის წინ მასპინძელი დაკავებები ამჟამად ჯერჯერობით ზუსტი რაოდენობა დაკავებულების არ ვიცით და არ არის ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ დაკავებულთა შორის არიან როგორც აქტივისტები, ასევე სტუდენტები.
დაკავებები მიმდინარეობდა როგორც უშუალოდ გზაზე, ასევე ტროტუარზეც. This one that's the ცდილობენ ჩაერკვევენ იმ ადამიანების სახელებს და გვარები, რომლებიც ბოლო 1 საათის განმავლობაში მოაწოვეს. ის კადრებში ნახეთ. პერფორმანს დავარქვათ, ან თქვენ მიხვედით, ხო, როგორც ვთქვით, აბუკაშვილის ქუჩას განყოფილებაში და თავად გამოცადეთ, რომ კიდევ გზასთან რა იყო მიზანი თქვენი და მე როგორ განვითარდა მოვლენებიც რო გვიდგა. დღეებში იყო ეგეთ პრაქტიკა დამკვიდრა, რომ ცდილობდნენ რომ როგორც ვთქვი, ანუ ეს გზის სავანაწილებლად გაითავისუფლებინათ თავისით რა გათავისუფლებულება, ხო? იმის გამო იმისთვის ვთქვი, მოქალაქეები არ მოდიოდნენ აქ, რომ რა თავისით მოქალაქეებს ეთქვა თუ არა. და როგორც ვთქვი, საკმაოდ დიდი რაოდენობით პოლიცია და მათ გააკეთეს. განსაკუთრებით წარმატებული იყო ზამთრობით რომ აი მაგალითად იგივე იმ დამოკიდებულებით რაც თქვენ გქონდათ და რამდენად გაამართლა იმ კანონს გამკაცრება და მაგასავით ვერ გაამართლა ჩემი აზრით
თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი აქტივისტის კომენტარი, რომელმაც თავად მიაკითხა პოლიციის განყოფილებას, რომ ეთქვა სკეთავდა გზას, სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მის შემთხვევაში პოლიცია, როგორც მისგან მოისმენთ, ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა მის სასამართლო პროცესზე და მან თქვა, რომ ისიც შეუერთდებოდა ამ სოლიდარობის აქტს. ვაჟა გაფრინდაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავა პოლიციამ გზის გადაკეტვის საბაბით, მასთან ერთად დააკავეს კიდევ დაახლოებით 15-მდე, შეიძლება მეტი შეიძლება ნაკლები მოქალაქე, სათვალავი აგვერია და თან ზუსტად არ არის ცნობილი იმ პირების სახელები და გვარები, ვინც პოლიციამ ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში დააკავა. აქცია, როგორც ხედავთ, გრძელდება, შეკრებილი არიან პროტესტზე პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მათ შორის და გამოხატავენ მშვიდობიანად პროტესტს. გამზირზე აღდგენილი არის ავტომანქანების მოძრაობა და რამდენიმე ავტომანქანა სიგნალებით და შეთანხმებით მათი მგზავრები გამოხატავენ სოლიდარობას აქციის მონაწილეებისადმი. ასევე შეძახილებით პასუხობენ რუსაველზე პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები. მედროებით დაგემშვიდობებით პროტესტი გრძელდება. მანამდე შევეცდები გავესაუბრო ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს, გამარჯობა ბატონო ზურაბ, ერთადერთ პირდაპირ ეთერში ვარ. დაახლოებით 1 საათის ბოლო 1 საათის განმავლობაში დააკავეს მინიმუმ 15 მოქალაქე, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ისინიც, ვინც ტროტუარზე აგრძელებდნენ მშვიდობიან პროტესტს. რაც ფიქრობთ, ეს ახალი გამკაცრებული რეპრესიული კანონები, რომელიც დაჩქარებულ წესით მიიღო ქართულმა ოცნებამ, ემსახურებოდა თუ არა პროტესტის მუხტის დავარდნას, რამდენად ეფექტური იყო თქვენი მოსახედიდან ეს ყველაფერი და როგორ უნდა გაგრძელდეს აი ამდენი დაკავების ფონზე პროტესტი და რა სახე შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს. ესე იგი, აშკარად გამკაცრებულმა კანონებმა შედეგი ვერ გამოიღო და ვერც ბოლოს მიღებულმა კანონმა ვერ გამოიღო შედეგი. დღევანდელი მასობრივი შტურმი პოლიციის ზუსტად იმას ასახავს, რომ იმას რასაც ელოდნენ, რომ უბრალოდ შეაშინებდნენ ხალხს 15-განი პატიმრობით და ქუჩას აღარ გადაკეტავდნენ, მაგრამ დარწმუნდნენ რამოდენიმე დღე ელოდეს, დაკავებები გააგრძელეს ჩვეულებრივად, მაგრამ იყვნენ, რომ ამით პროტესტს ვერაფერს ვერ უზავნენ და გადაწყვიტეს უკვე უხეში ძალის ჩარევით აღკვეთონ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება რეჟიმის გამყარებას და ემსახურება იმას, რომ პროტესტი ჩაახშონ და გაანადგურონ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით არა, რაც უფრო მეტად ძალადობს პოლიცია საპროტესტო მასაზე, მით უფრო მწვავეა პროტესტი, მეორე დღიდან უფრო სხვანაირი პროტესტი იწყება, უფრო მასობრივი, უფრო მეტი ხალხი გამოდის. აქედან გამომდინარე,
რეალურად რაც მათ უნდათ ის ვერც აქამდე ვერ განახორციელეს ამდენი ხნის განმავლობაში და ვერც აწი ვერ განახორციელებენ. აი ესე უნდა იდგენ მაშინ დღეების და თვეების განმავლობაში უბრალოდ უნდა ჩადგენ და ჩარაზონ უსწავლების პროცესზე გადასასვლელი გზა. ამ შემთხვევაში როგორც ვიწავლენ პროცესი გადავა ქუჩაში. მოვლენ გამოყრიან მაშინ ესე უნდა იდგენ. ანუ გამოდის რომ რეალურად არაფერი არ გამოსდით აი ამ პროტესტით და ერთ ვერაფერს ვერ იზამთ. ხვალიდან მე უკვე პოსტი განვათავსე სტატუსი მოუწოდებ ყველას რომ მასობრივად აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ჯგუფები, პატიმრების, სინდისის პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები და ყველა ადამიანი ვისთვისაც მნიშვნელოვანია პროტესტი ვინც ხდება რომ ამ ქვეყანაში არ არის ყველაფერი წესრიგში, ცვლილებების დროა, ქვეყანა მიდის რუსეთში, ხელიდან გვეცლება, დიქტატურა მძლავრდება, ტირანიაში გადადის. ეს ყველაფერი ვისაც არ უნდა ხვალ საკუთარ ოჯახზე, საკუთარ შვილზე იწვნიოს, ყველა უნდა მოვიდეს და დადგეს. მარტო დღევანდელი ფაქტი რა უღირთ უბრალოდ რაც ღარიბაშვილსა და ლილუაშვილსა და მაგ ოჯახებს დაატყდა თავს, ხო? როცა ასეთი დონის, მაღალ დონის ჩინოვნიკებს, კორუფციონერებს ასეთ შეშიაგდებენ, მიხდი დაბალი რანგის საშუალო ზონის და იმაზე დაბალი რანგის ჩინოვნიკებს ასუდა. დიქტატურა და ტირანია მათ და აღჭობს ერთვენიან დღეს და არაფერი არ გამოუვათ რეალურად. ხვალ აუცილებლად ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი გამოვა და ის რაოდენობა გამოვა, რომ პოლიცია უძლური იქნება უბრალოდ შემოყაროს უკან. იმიტომ რომ 20 დაპატიმრებული დღეს განსათავსებელი ყავთ. დღის განმავლობაში კიდე დაკავებული არ აქვთ მათ იმდენი რესურსი, რომ რამოდენიმე ასეული ადამიანი ერთდროულად გამოკეტონ კამერებში, აწარმოონ ადმინისტრაციული საქმეები, წაიღონ სასამართლოებში, სასამართლოების გადაკვეთილია. ხო ხდებით? აუცილებლად გაიწედება სიტუაცია. აქედან გამომდინარე, გამოსავალი მაინც ის არის, რომ მასობრივად ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რაც საჭიროა რუსთავის პროსპექტის გადასაკეთად. მადლობა ზურაბ ცეცხლაძის სიტყვები მოისმინეთ იმის პატიმრის ზურაბ ცეცხლაძის მამის, რომელიც უწყოდი პროევროპული აქციების მონაწილე არის და რომელიც თავისი შვილის და მისი სხვა დაკავებულების გათავისუფლებისთვის და ქართული ოცნების ასე ვთქვათ ამ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ იბრძვის. კადრში ხედავთ ასევე აზად ჩილაჩავას, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, რომელიც ასევე არის უწყოდი პროტესტის და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე. მას რამდენიმე დღის წინ პოლიციამ შეუდგინა ოქმი გზის გადაკეტვის ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ აზად ჩილაჩავა სამედიცინო მიზნით ატარებდა პირბადეს, მან საბუთები წარადგინა შესაბამისი, რომ ეს იყო კაციების თუ რაღაც კონკრეტული ვირუსის სამედიცინო მიზნით ატარებდა ის პირბადეს. მიუხედავად ამისა, მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მაინც სასამართლომ და გაათავისუფლა მოქალაქე. ახლა ისევ აგრძელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტში მონაწილეობას. ცოცხალი ბლოკადა არის ფაქტობრივად პოლიციის ჩამდგარი აქციის მონაწილეებისა და რუსთაველის გამზირს შორის. მოგონაზე, ბიჭზე, გავში რაღაცა დედამ არ უნდა იყავდეს. ალბათ დედამ არ უნდა იყავდეს. არასრულო წვავანი ვინ აიცის ვინ არის? პროეგრეს. აი ამ ხალხს ჩვენი შვილი დაინახა და შორა მე და ჩვენ პირიდან ქართული ოცნების ხარდამჭერი არ არის. განანა ადამიანები უნდა ყველა შვილია. შვილით გარი გამწარებული ეს ხალი. ბიჭი არ ამყავსო და ბიჭი ნახან არ აკავს გოგო და შვილის გამო გამწარებული ხალი რო გიდგას. ალბათ ნებისმიერ შვილზე სიბიზნე
არც უნდა გაუკეთო. კი, ეს გაზეთის ლაივში შეიძლება ჩანდეს. უბრალოდ ჯერ არ დამისრულებია და როგორც კი დაიდება, ალბათ გამოჩნდება. რამდენი ხანია სანიშნულები? როგორც ხედავთ, პროტესტი გრძელდება. რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე არიან მოქალაქეები, შეკრებილები, უწყოდი პროტესტის 322-მერვე დღეს. დაგემშვიდობებით, მაშინ განახლდება პირდაპირ ჩართვა ნეტგაზეთის Facebook-ზე, როგორც კი თუ დაიწყება ნახვამდის